მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ GPS-ზე, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემებზე. თქვენ საკმაოდ ბევრი, ესე იგი, საინტერესო მასალა მოგვაწოდეთ. ტექნიკური დოკუმენტებიც არის, კვლევებიც, პრაქტიკული მაგალითებიც. ვცადოთ, რომ ამ ყველაფერიდან, თავარი გამოვკვეთოთ და გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. დიახ. და არა მხოლოდ როგორ მუშაობს, არამედ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დღეს. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერთან არის კავშირში. ციფრული რუკებიდან დაწყებული, იქ ჭკვიანი ქალაქებით დამთავრებული. მზად ვართ, მგონი ჩაუხრმავდეთ ამ თემას. ნამდვილად. მოდით საფუძვლებით დავიწყოთ. ესე იგი, ეს სისტემა შედგება თანამგზავრების ქსელისგან. NAVSTR ახსენეთ თქვენს მასალებში? კი, NAVSTR ამერიკული სისტემაა, ყველაზე ცნობილი ალბათ. ხო და რაც საინტერესო იყო, ზოგიერთს მაგალითად Block IR-ს აქვს AutoNav ფუნქცია. დიახ, ანუ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება. კი, 180 დღემდეც კი კონტროლის გარეშე. მაგრამ თავარი მაინც დროა, ხო? საათების სიზუსტე. აბსოლუტურად. მანდ არის მთელი არსი. თქვენი მიმღები, ტელეფონი ან ნებისმიერი GPS მოწყობილობა იჭერს სიგნალს მინიმუმ 4 თანამგზავრიდან და ზომავს დროს, რა დროში მოვიდა სიგნალი. უმცირესი სხვაობებია მანდ წამის მეათასედებში და მაგით ანგარიშობს მდებარეობას. გასაგებია. მაგრამ ეს სიგნალი გზაში ბევრ რამეს გადის. ატმოსფერო მაგალითად. ტროპოსფერო, იონოსფერო. ხო, ეგენი ახსენეთ, ანელებს სიგნალსო. კი, ანელებს. ცდომილებას იწვევს. ასევე თვითონ საათების ცდომილება, თანამგზავრის ორბიტის უზუსტობა, ბევრი ფაქტორია. და ამდენი ცდომილების პირობებში როგორ ახერხებენ მაინც მაღალ სიზუსტეს? ვნახე ტერმინები თქვენს დოკუმენტებში ორმაგი და სამმაგი სხვაობები. ეს რას ნიშნავს მარტივად რომ ვთქვათ? ეგ არის ჭკვიანური მეთოდი. წარმოიდგინეთ, ორი GPS მიმღები გაქვთ. ერთმანეთთან შედარებით ახლოს. ორივე ერთდროულად აკვირდება ერთსა და იმავე თანამგზავრებს. ხო და რადგან ბევრი ცდომილების წყარო, მაგალითად ატმოსფეროს გავლენა, ან თანამგზავრის საათის ცდომილება, ორივე მიმღებზე თითქმის ერთნაირად მოქმედებს, მათი მონაცემების შედარებით, ეს საერთო ცდომილებები, ერთმანეთს აბათილებს, იკვეცება. გასაგებია. მათემატიკური ხრიკია, ესე იგი. დიახ, ზუსტად. და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მივახციოთ ბევრად მაღალ სიზუსტეს, განსაკუთრებით მოკლე მანძილებზე, სანტიმეტრებშიც კი შეიძლება სიზუსტის მიღწევა. საინტერესოა ძალიან. და ეს სიზუსტე მერე როგორ გამოიყენება, მაგალითად, რუკების შესადგენად გეომატიკა ახსენეთ? კი, გეომატიკა სწორედ ამას აკეთებს. ზომავს და აანალიზებს დედამიწის ზედაპირს. GPS აქ მთავარი ინსტრუმენტია. ტოპოგრაფიული აზომვები მაგალითად, ან ციფრული სიმაღლური მოდელების, DEM-ების შექმნა. ეს არის ფაქტობრივად ტერიტორიის სამგანზომილებიანი რუკა. 3D რუკა, ანუ. დიახ, და ხშირად GPS საერთიანებენ სხვა ტექნოლოგიებთან, ფოტოგრამეტრიასთან მაგალითად, ან ლაიდართან, ლაზერულ სკანირებასთან. ეს ფოტოებიდან რომ აგებენ მოდელს. კი, და ლაიდარ ლაზერით ზომავს მანძილებს. ეს ყველაფერი ერთად იძლევა ძალიან დეტალურ და ზუსტ მონაცემებს. გასაგებია. თქვენს ჩანაწერებში კიდევ წავაწყდი საინტერესო ტერმინს crowd mapping-ი. თითქოს ხალხი ქმნის რუკებს. ზუსტად, მოხალისეობრივი გეოგრაფიული ინფორმაცია, VGI, ან მოქალაქეთა მეცნიერება ასეც უწოდებენ. ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად უბრალოდ სმარტფონებით და GPS-ით აგროვებენ მონაცემებს გარემოზე. მე რომ ტელეფონით რაღაცას მოვნიშნავ. დიახ, მაგალითად, ახალი კაფე გაიხსნა, ან სადმე გზა შეკეთდა, ან თუნდაც ორმოა გზაზე. პლატფორმები, როგორიც არის OpenStreetMap ან Wikimapia, სწორედ ამაზეა აგებული. მოხალისეები თავად ანახლებენ და ამატებენ ინფორმაციას. და ეს სანდოა? ოფიციალურ რუკებს თუ ჯობია? თქვენს მასალებშიც არის ამაზე საუბარი. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ცვლილებები სწრაფად ხდება, ან სადაც ოფიციალური რუკები არ არის დეტალური, ეს მოხალისეების მონაცემები შეიძლება უფრო აქტუალური და ზუსტიც კი იყოს. ეს რაღაცნაირად მონაცემთა შეგროვების დემოკრატიზაციაა. საინტერესო მიდგომაა. გამოდის, რომ GPS-ი მართო ნავიგაციისთვის აღარ არის. ციფრული ტყუპები ახსენეთ წეღან. ქალაქების მართვაშიც გამოიყენება. კი, ნამდვილად. GPS-ი და სხვა სენსორებიდან მიღებული მონაცემები არის საფუძველი
ჭკვიანი ქალაქების კონცეფციისთვის და ციფრული ტყუპების შესაქმნელად. წარმოიდგინეთ ქალაქის სრული, დინამიური, ვირტუალური მოდელი, რომელიც რეალურ დროში ახლდება. უაუ. თქვენს მასალებში ციურიხის და სინგაპურის მაგალითებია მოყვანილი. ასეთი მოდელით შეგიძლია დაგეგმო განვითარება, ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, კლიმატის ცვლილების გავლენის სიმულაცია. ან თუნდაც, როგორც გენუას ხიდის მაგალითია ნაჩვენები, დააკვირდე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას რეალურ დროში. ხომ არა აქვს დაზიანება, ხომ არ არის გადატვირთული და ასე შემდეგ. ეს სამოქალაქო გამოყენება გასაგებია და შთამბეჭდავია. მაგრამ თქვენ წყაროებში საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა უსაფრთხოებას და თავდაცვასაც. დიახ, ეს სფეროც ძალიან მნიშვნელოვანია. GPS სხვა სატელიტურ ტექნოლოგიებთან ერთად მაგალითად დედამიწის დაკვირვება, ანუ IO. ეს ისაა კოსმოსიდან რო იღებენ დეტალურ სურათებს. დიახ, ზუსტად. და ასევე სატელიტური კომუნიკაციები, SATCOM. ეს ყველაფერი ერთად ქმნის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების ხერხემალს. გამოიყენება საზღვრების მონიტორინგისთვის, საზღვაო მეთვალყურეობისთვის ვთქვათ, არალეგალური თევზჭერის ან კონტრაბანდის აღსაკვეთად, ასევე კონფლიქტის ზონებში სიტუაციის შესაფასებლად, კატასტროფების დროს სამაშველო ოპერაციებისთვის, ჰუმანიტარული მისიებისთვის. და ზოგიერთ სისტემას, როგორც წავიკითხე, მაგალითად იტალიურ კოზმოს KM-ს ორმაგი დანიშნულება აქვს. კი, ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის. ეს მის მოქნილობაზე მეტყველებს. ევროპული პროექტებიც კოპერნიკუს და გალილეო სწორედ ამ შესაძლებლობებს აძლიერებს ევროპისთვის. ესე იგი, ის პატარა წერტილი ჩვენს ტელეფონში სინამდვილეში უზარმაზარი გლობალური სისტემის მხოლოდ მწვერვალია. ზუსტად. GPS-ი თითქოს უხილავი ქსელია, რომელიც ჩვენს ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს აკავშირებს. ნამდვილად ასია. და ეს სფერო მუდმივად ვითარდება. აი თქვენთვისაც და მსმენელისთვისაც ერთი კითხვა დავსვათ, რომელიც ამ მასალებიდან გამომდინარეობს. როგორ იცვლება ჩვენი საკუთარი თავის აღქმა და ჩვენი როლი, როდესაც ჩვენი ყოველი ნაბიჯი, თუნდაც ტელეფონი რო ჯიბეში გვიდევს, მუდმივად აწვდის მონაცემებს ამ გლობალურ სისტემას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომავლისთვის? ნამდვილად საფიქრალია. დიდი მადლობა ამ საინტერესო და სიღრმისეული ანალიზისთვის.